რატომ არ შეიძლება არმატურის დიამეტრის თვითნებურად შემცირება? ხშირად მშენებლობაზე ასეთი რამ გვხდება. პროექტში წერია მაგალითად 16-იანი არმატურა, მაგრამ მშენებელი ამბობს 12-იანიც გვეყოფა. რა მნიშვნელობა აქვს? სინამდვილეში მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს. არმატურის დიამეტრის მიხედვით იცვლება მისი კვეთის ფართობი და შესაბამისად ის ძალაც, რომლის აღებაც კონსტრუქციას შეუძლია. მაგალითად, 10-იანი დიამეტრის არმატურას დაახლოებით 78 კვადრატული მილიმეტრი აქვს კვეთის ფართობი. 12-იანს 113 მილიმეტრი, 14-იანს დაახლოებით 154 და 16-იანს 201 კვადრატული მილიმეტრი. ანუ 12-იანის ნაცვლად 16-იანის გამოყენება უბრალოდ 4 მილიმეტრით მეტი რკინა არ არის. მისი კვეთის ფართობი თითქმის 78%-ით მეტია. როგორ ხდება ამ ყველაფრის გათვლა? კონსტრუქტორი ითვლის შენობის დატვირთვებს, კედლების გადახურვის სახურავის საკუთარი წონის და სხვა დატვირთების გათვალისწინებით. ამის შემდეგ ითვლება რამდენი არმატურაა საჭირო კონკრეტულ კონსტრუქციაში და ინიშნება მისი დიამეტრი, რაოდენობა და ასევე ბიჯი. ამიტომ მშენებლობაზე თვითნებურად 16-იანის 12-იანით შეცვლა არ შეიძლება. თუ არმატურის შეცვლა გვინდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა კონსტრუქტორი გადაიანგარიშებს კონსტრუქციას და დაადასტურებს, რომ ახალი დიამეტრი და რაოდენობა საკმარისია ჩვენი მოცემული კონსტრუქციიდან. მშენებლობაში თეზისი, რომ ასე ყოველთვის ვაკეთებდით და მუშაობდა, არ არის სწორი გათვლა. არმატურაზე ეკონომიის გაკეთება თვალის ზომით არ შეიძლება. ჯერ უნდა გავთვალოთ და მერე უნდა შევცვალოთ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი კონსულტაცია, ასევე შეგვიძლია ვაწარმოოთ თქვენი პროექტის სრული ხარისხის კონტროლი. რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის PDF ფაილი და დაგითვლით ჩვენი სერვისის ღირებულებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.